სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, ჩვენ ამაზე მე მგონი ადრეც ვისაუბრეთ და მე მგონი არ გვაწყენს ამის გამეორება, ლაპარაკია ჰოლივუდის მსახიობებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან. და ესეთი არის რამოდენიმე, შეიძლება ბევრი აღარ არის, უფრო ადრე ბევრი იყო, მაგალითად თუ გინდათ ინფორმაცია, თუ თქვენ არ იცოდით, ჯეინ ფონდაც მაგალითად, რომელიც როგორ ვთქვა, ძალიან ბევრი ისეთი ცხოვრებითი ცხოვრა ამ ქალბატონმა, ხო? ასევე, ბარბარა სტრეიზანდი არ ამოს მაგას, მაგრამ თუ არ იცოდით ბარბარა სტრეიზანდზეც და იცით, ხო, ძალიან ბევრი რომ ისეთი ცხოვრების ცხოვრობდა, რა ვიცი, ბარბარა სტრეიზანდი უფრო შეიძლება ებრაელობს. და არიან კიდევ ძალიან ბევრი შემიძლია ჩამოთვალოთ, ხო, ჯონ უოიდი, ანჯელინა ჯონის მამა, დენზელ ვაშინგტონი, მაგალითად, მელ გიბსონი, ახლა ხან ვითომ ათონის თაზე რო იყო და ვითომ კი არა იყო და ძალიან იმაშება, ხო, ქრისტიანობს. და არიან კიდე მსახიობები და შეიძლება ჩვენ მოვტყუდეთ, როგორც მეც ვიყავი მოტყუებული, როცა მიხაროდა ხოლმე, როცა გავიგებდი, რომ ისინი ქრისტეს აღიარებენ, ქრისტეს პატივს სცემენ რაღაც, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ უფრო კონკრეტულები, ხო? და უფრო ზუსტები, ხო? უნდა ჩვენ განსაზღვროთ თუ რა არის ქრისტიანობა. და რამდენად სწორია და ეს ეკლესიები პირდაპირ ნადირობდნენ ჰოლივუდში, განსაკუთრებით ლოს-ანჯელესში და ეს მაკარტურისთვის ახალი ფენომენი არ არის, რომ მათი წევრები გამხდარიყვნენ. ჯერ ერთი პოპულარიზაციას ხელს უწყობს, მერე დონაციები, იცით, ხო? და ამითი იმართლებენ თავს, რომ ეს ძალიან კარგია და ხელსაც აფარებენ მათ. და ისინი კიდე აგრძელებენ თავიანთ ცხოვრებისას, თუნდაც ფილმების თამაში. შეიძლება პრაქტიკულად ცხოვრებაში პირაჩი უკვე ადამიანი აღარ იმაშობოდეს ისე დაქორწინდეს კიდე ჯეინ ფონდა მოხუცებული იყო, მაშინ გახდა ქრისტიანი და ესე აღიარა, მე ახალად დაბადებული ქრისტიანი ვარო. თედ თერნეს, რომელიც იყო ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, CNN-ის მფლობელი, რო გაცილდა მაგის შემდეგ მე მგონი თუ არ მეშლება. და ყველაფრით იყო მოკლედ დაკავებული რა და აი ესე არის ძალიან ხშირ შემთხვევაში ხოლმე ადამიანები და ჩვენ რო კარგად განსხვავებთ და არ დავიბნეთ, უბრალო ადამიანები ვინც უყურებთ ამას ყველაფერს და არ გვეგონოს რომ ეგეც ქრისტიანობაა, რომ მე როლებს ათამაშობენ ისეც რომ დაიბნევი ცოტა ადამიანი. ხო შეიძლება ახლა ქრისტიანი ადამიანი თქვას ქრისტიანი ვარ და უცებ ჰომოსექსუალის როლში მოგვევლინოს. და ახლა ხანაც მე ვნახე კაუბოის ფილმი კიდევ ერთხელ ის ხო გადაიღეს კით ლეჯერი რო თამაშობდა გასვთ ხომ Cowboys, Brokeback Mountain, არ ვიცი როგორ არის, ესე იგი, ზურგ გატეხილი მთა, არ ვიცი როგორ შეიძლება ეს იმას აქონა, ხო? და შეიძლება ის აყოს ფარული ორაზროვანიც არის ეგა, ხო? და მახსოვს ვილი ნილსონი, რომელიც არის ეს country-ის მომღერალი და ჩემთვის იყო ძალიან კონსერვატორი, მანაც ძალიან ლიბერალური შენიშვნა მიცა ამ იმას ფილმს. და ეხლა ხან კიდე გადაიღეს ისეთი მსახიობები, ეთან ჰოუკი და ისეთი მსახიობები თამაშობდა ეს ახალი რო არის პასკალი, ხო? რომ იმას გიზავს ეს პასკალი პირდაპირ ეს ტრანსგენდერების ის არის ხო მისი დაც რაც ვიცი მე ის არის ტრანსგენდერია თუ ყოველ შემთხვევაში მაგათი ის არის რა ქვია წინასახე და ესეთი ადამიანები უკვე რეკლამას უკეთებენ. ხლა ამათ არ უთქვიათ რომ ქრისტიანები არც კით ლეჯერს არ უთქვია, მაგრამ ბევრი ხო არის ისეთი რომ ამბობს რომ ქრისტიანი ვარ და ამ დროს ისეთ როლს ითამაშებს რომ ცოტა არ იყოს დამაბნეველი იქნება შენთვის მაყურებლისთვის და მე შენც გუნებრივად ცოდვის ესეთ პროპაგანდას რო უკეთებს ვიღაცა, შენც უცებ გადაგიყვანენ თუ მაგას არა ტატუს გააკეთებინებენ, თუ რაღაცა არის, თუნდაც მარიხუანას მოგაწევინებენ. 1000 რაღაცეებია, ხო? რითიაც შეიძლება იმ ფილმიდან გაყიდონ ეს ცოდვა. ასე რა კითხვა ამას ეხება, რას ფიქრობთ იმ ეკლესიაზე, რომლის წევრები ცნობილი მსახიობები არიან. და მე იქ რამოდენიმე სურათი შევარჩიე, შეგიძლიათ თქვენ ნახოთ, მაგრამ ყველა შეიძლება ეგ არ ეკუთვნოდეს, მაგრამ მე მაინც კითხვის ნიშნებს უნდა დააყენოთ ყოველთვის ჰოლივუდში დენზელ ვაშინგტონმაც ამას წინებზე იცით ეს დიდი სკანდალი რომ მოხდა დიდისთან დაკავშირებით, მათ დისტანცირება მოახდინა. და ამ დროს ისეთ პასტორთან იჯდა ეგ ინტერვიუზე, რომელიც პასტორიც, რა ვიცი, ჩაფლულია ცოდვებში მთლიანად. და მე თვითონაც პასტორის რაღაცა წოდება მიუღე, ასე რომ ჩემთვისაც ეგ პიროვნება ეჭვის ქვეშ დავაყენე. როგორც მსახიობი გასაგებია, მსახიობის თემას, მაგრამ მე გავმიჯნავ და მაგას მე არ აღვიქავ, რომ ესენი ქრისტიანები არიან. ეს ცოტა ქრისტიანობა უკვე ცოტა სიფრთხილეს გვართებს, ჩვენც რომ ვამბობთ ამას, ჩვენშიც არ უნდა იყოს ლაქა და არ უნდა ნახოს ვიღაცამ რაღაცა ის გასაგებია ბიბლიაში ჩვენ როცა უყურებთ გმირებს, ხო? ყველან მათ მოინანიეს და ცხოვრების წესში შეიცვალეს. ისე ლოტი ვერ შევიდოდა ცათასასუფეველში მართალკაცად. ვერანაირად, ხო? ვერც დავითი, ვერც სოლომონი.
სოლომონისაც რო ვლაპარაკობდი ჩვენ, ხო? მე რატომ მიყვარს ბიბლია, რომ მე ის პასტორი მოწონს და ის ქადაგებელი, რომელიც მას ჩემთან აიგივებს, რომ მასაც ქონდა ზუსტად იგივე ცოდვილი ბუნება და ცოდვისკენ მიდრეკილება და არა ის რომ ვიღაცამ შეალამაზოს მაგალითად სოლომონის პიროვნება, ხო? არა, ის როცა ღმერთთან იყო, ის იყო ძალიან მაგარი ადამიანი და საოცარი და ეგ არის ყველაზე მაგარი, როცა ღმერთთან ახარ შენ საოცრებებს აკეთებ და წმინდაც ახარ, როცა შორდები, ზუსტად ისეთივე ხარ, როგორიც რიგითი ცოდვილი ადამიანია. და არაფერია გასაკვირი მაგისგან, რომ ფილდელ კასტრომ და მან და კიდევ ჰიუ ჰეფნერმა და ხულიო ეკლესიამ და ვილ ჩემბერლენმა და იმათმა სექსუალური ურთიერთობა იქონიეს ძალიან ბევრ იმეებთან, პარტნიორებთან, ხო, რომელიც მეც რაღაცა ახალგაზრდობაში მეც ეს მეკონა გმირობა, მაგრამ მე მივხვდი, რომ უფრო და მაგარი გმირი ის არის, ვინც ერთ ადამიანთან არის ერთგული, ერთ ქალთან იქნება ერთგული. აი ეს რაც შეეხებოდა აი ამ კითხვას, ახლა მოусმინოთ აბა კითხვის დამსმელი. სალამი პასტორ, როგორ ხართ? მე ჩაკ ჯონსონი ვარ და ჩვენ ჰარლი დევინსონის თაობიდან მოვდივართ. და ეს იმიტომ ახსენა, მე ესე ვფიქრობ. ხო, ჰენრი ფონდა მითამაშა ჯეინ ფონდას ძმამ, იცით ცნობილი ეს ფილმი ჰარლი დევინსონი და იქიდან მე მგონი იმას შვება, რომ მიხვდა ჯონ მაკარტურიც, რომ ჯეინ ფონდაზე იყო ლაპარაკი, თუ მე არ მეშლება ახლა ეს. უბრალოდ მინდოდა კითხვა დამესვა. და მუდმივად მავიწყდება ხოლმე ამ კითხვის დასმა. საუბარია მსახიობებზე და გასართო ბიზნესზე, სადაც ჩვენ ცხოვრობთ აქ ლოს-ანჯელესში. ბევრ ეკლესიას ვიცი რომ ძალიან დიდი პატივისცემით ყავს ეს მსახიობები ზოგიერთი გაწევრიანებული და დიდი პატივისცემით ეპყრობა ამ მსახიობების და წინა ეკლესიებში ხშირად ნახავთ ხოლმე წინა რიგებში. ეხლა როგორ გავიგოთ ეს, როდესაც ჩვენ ხედავთ იმ როლებს, რომლებსაც ესენი თამაშობენ. პირველ რიგში როგორ აღვიქვათ, ჯერ მათი ლექსიკა, ხო? რა ლექსიკას იყენებენ დღეს ჰოლივუდში ეს მსახიობები, რომლებიც დაქორწინებულები არიან და ფილმებში უხდებათ ახლა სხვადასხვა ქალებთან თუნდაც კოცნა, თუნდაც ალკოჰოლის მიღება და ბევრი რაღაცის ესეთი ქცევა. ეს მხოლოდ მათი სამუშაოა და მათ ქრისტიანობაზე რწმენაზე ეს როგორ აღისაქება, ან კიდე მსმენელი და მაყურებელი, რომელიც ამას უყურებს. დიახ, გამარჯობა ჩაკ, მე მესმის ყველაფერი თქვენი შესახებ, რასაც ამბობთ. ჩემი აზრი ესეთია, თუ თქვენ ქრისტიანი ხართ, თქვენ ხართ 24 საათის განმავლობაში ქრისტიანი. სადაც არ უნდა იყოთ ეს. მე არ მაინტერესებს ხა ფილმში ხართ და იქ ცოდავ, როლს თამაშობ თუ რა არის. თუ პირადად არ ცოდავ, ამას არავინ მნიშვნელობა არ აქვს. და საერთოდ რა სატრაბახოა, როცა თქვენ საჯაროდ ცოდვას უკეთებთ რეკლამირებას. და რო ამბობთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი როლია. მე არ ვიცი, თქვენ რაზე საუბრობთ. მე ვიცი, რამდენიმე ეკლესია, სადაც ადამიანები, აი მაღალი რანგის მსახიობები, რომ არიან გაწევრიანებულები. მე ვფიქრობ, რომ ამ ეკლესიებში, ხომ, ქრისტიანულ ჩვენებაში მათში ძალიან ნაკლებია პატიოსნება და ასევე თანმიმდევრულობა. შენ არ შეიძლება თეორიულად ქრისტიანობას და ქრისტეს ახსენებდე და პრაქტიკულ ცხოვრებაში შენ ესე არ იქცეოდე. მე არ ვიცი, ვერ ხვდები ქრისტიანს როგორ შეუძლია ამის გაკეთება. შეიძლება ვიღაცამ თქვას, ეს საბაბადრო მე მხოლოდ როლს თამაშობ. მაგრამ უნდა იცოდე, ეს ძალიან მარტივად რო ვთქვათ, შენ რასაც აკეთებ, ეს ცოდვის გაყიდვაა. შენ ცოდვას ყიდი. და სწორედ ამას აკეთებენ ფილმები. ფილმების ინდუსტრია, ადრეც ავახსენე, რომ ეს ცოდვების გაყიდვის ინდუსტრიაა. და მე ვხვდები, რომ მსახიობებისთვის ეს ძალიან რთულია. და მე ვიცი ძალიან კარგი კომპეტენტური მსახიობები, რომლებსაც ძალიან გაუჭირდათ ამ როლების შესრულება. და ახლა ჯონ მაკარტური ამბობს კემრონზე. ეს კემრონი იცის მან, კირ კემრონი ეს ძალიან ახალგაზრდა კარგი პიროვნება, რომელიც მართლა მიატოვა და გადავიდა მხოლოდ ქრისტიანულ ფილმებში და თვითონაც აფინანსებს და იღებს მონაწილეობას. ინტერვიუც ვინცა ჯონ მაკარტურმა მას. კირ კემრონი ეს ძალიან ახალგაზრდა პიროვნება იყო და რო დაქორწინდა და ქრისტიანი გახდა, დაანება უკვე მთლია ისეთ ფილმებს, სადაც ის იყო და გადავიდა ისეთ სტუდიებში, სადაც ქრისტიანული მხოლოდ როლები აქვს მას.
და ფიქრობ, რომ ჯონ მაკარტური აგრძელებს, რომ კომპრომისის წასვლა არანაირად სწორი არ არის. გამოიყენეთ თქვენი ნიჭი იქ, სადაც შეგიძლიათ ამის გამოყენება. სადაც ის გულწრფელია, სადაც მას არ მოუწევს თქვენს ნიჭს ფარისევლობა, თვალთმაქცობა და არ დააზიანებს არც თქვენ რწმენას და არ თქვენ ჩვენებას, როცა სხვა შემოხედავთ და როცა იციან მათ, რომ თქვენ ქრისტიანი ხართ. ეს აღარ დაადანაშაულებს ქრისტეს. უნდა იპოვოთ სხვა გზა და უფალი იზრუნებს თქვენზე. მე არ ამგონია, რომ რაიმე გამართლება კონდეს იმ ადამიანს, რომელიც თავს ქრისტიანად აცხადებს, ქრისტეს აღიარებს, მაგრამ უხდო და ცოდვილ როლს თამაშობს ფილმში, რომელიც უფალს შეურაცხყოფს და ცოდვას უჭერს ხარს და ხელს უწყობს ამ ცოდვის პროპაგანდირებას. ეს უბრალოდ ქრისტიანისთვის შესაფერი საქციელი არ არის. გმადლობთ პასტორო, თქვენ ყოველ ჯერზე მხიბლავთ ხოლმე.